სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილის პოლიციამ კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი დააკავა, როცა ის დედასთან ერთად იმყოფებოდა. დაკავების კადრები სოციალურ ქსელში სწორედ კვიტატიანის დედამ გაავრცელა ოპოზიციის წევრს, სხვა აქტივისტების მსგავსად ივანიშვილის პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება. მისი დაკავება კი პროპაგანდისტულმა პოსტივიმ ჯერ კიდევ პარასკევს დაანონსა, როცა სოციალურ ქსელში ნაადრევად გაავრცელა იმ პოლიტიკოსების გვარები, ვისაც 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო დაჭერას უპირებდნენ. ამ პოსტის გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ აიყვანეს გიგა ლემონჯავა. ნიკა კვიტატიანი კი 3 დღის დაგვიანებით. რეჟიმის საპატიმროებში ბოლო დღეებში პროტესტის გამოხატვის გამო უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ზის. ნანო ჩაკვეტაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება როგორც ახალი დაკავებების შესახებ, ასევე დაკავებულების სასამართლო პროცესებს. თამარ, დავიწყოთ ბოლო ცნობებით, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით 5 დღიანი ლოდინის შემდეგ და პროპაგანდისტული პოსტივიზე გამოქვეყნებული პოსტისა და განცხადების შემდეგ უკვე დაკავებულია ცვლილებების კოალიციის კიდევ ერთი წევრი ნიკა კვიტატიანი. ნიკა კვიტატიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ სახლთან აიყვანეს და მას სავარაუდოდ როგორც სხვა მოქალაქეებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, თუმცა ბრალთან დაკავშირებით და კონკრეტულად რას ედავებიან ცვლილებების კოალიციის კიდევ ერთ წევრს ნიკა კვიტატიანს, ეს უკვე დაზუსტდება ინფორმაცია ამის შესახებ. მას შემდეგ რაც შევიტყობთ თუ ვინ იქნება ნიკა კვიტატიანის ადვოკატი და მოვა ის თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჯერჯერობით ნიკა კვიტატიანი სად ყავთ გადაყვანილი არ ვიცით, თუმცა მომდევნო საათების განმავლობაში უკვე ველოდებით რომ მასაც მოიყვანეს სწორედ აქ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაინიშნება უკვე მისი სასამართლო პროცესი. როგორც გითხარით, ნიკა კვიტატიანი საკუთარ სახლთან აიყვანეს. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პროპაგანდისტული სახელისუფლებო მედია პოსტივი ჯერ კიდევ 3 დღის წინ ავრცელებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ნიკა კვიტატიანი დააკავეს. ასევე 5 დღის წინ მან დემონსტრაციულად თანამებრძოლების სოლიდარობისთვის, ასევე რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით დემონსტრაციულად გადაკეტა რუსთაველის გამზირის საპროტესტო აქციაზე და მოკლედ ნიკა კვიტატიანი მე-5 დღეს აიყვანეს 5 დღიანი ლოდინის შემდეგ. ნიკა კვიტატიანის დედა მოახერხა კვიტატიანის აყვანის კადრების გადაღება და შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ვნახოთ. ეს გამომართი. გამარჯობათ. აკა დაკეტელია მოსმენობა გზის გადაკეტვაზე და პირბადეზე რო აჩერებ ხალხს და მილიონებს ვინც იპარავს. ისინი სახლში არიან. ისინი სახლში არიან. მილიონებს ვინც იპარავს. ისინი სახლში არიან. რაც შეეხება სხვა ადმინისტრაციულ პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი ლადო ჯახუესი და ის გაგრძელდება უკვე ხვალ. შუადღის 4:30-ისთვის ილიაუნის სტუდენტს, ასევე პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს ლადო ჯახუას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე, ხოლო აქვე გეტყვით, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ ერთი აქციის კიდევ ერთი მონაწილის თამუნა გიორგაძის სასამართლო პროცესი, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ჩვენ ჩავწერეთ თამუნა გიორგაძე, ვიდრე დაიწყებოდა მისი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. თამუნა გიორგაძე ირწმუნება, რომ ის აქციას შეუერთდა მას შემდეგ, როდესაც უკვე რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა შსს-მ, იყო მხოლოდ ვიდეო კადრები, რომლებიც საპატრულო მანქანიდან იყო გადაღებული, სადაც არ ვჩანდი 3 მოკლე ვიდეო იყო და არც ერთში არ ფიქსირდებოდი, იმიტომ რომ იმ დღეს მე გზაზე არ გადავსულვარ, ვერ მოვასწარი გადასვლა, დამაგვიანდა 5 წუთი და ტროტუარზე ვიდექი და რომ მივედი უკვე პოლიცია და მანქანები მოძრაობდნენ გზის სავალ ნაწილზე. ჩემი აყვანა მოხდა გზიდან, ისა რა ქვია, ტროტუარიდან, საკმაოდ ბრუტალურად, საკმაოდ ღირსების და ჩემი უფლებების დარღვევით მოხდა. ადვოკატის მოსმენის შემდეგ და ვიდეო მასალის ყურების შემდეგ ნახა მოსამართლემ, რომ არ არის მართალი შსს და არ დაუკავები ვარ მართებულად და არ მიყენებს მუხლს სწორად.
მაგრამ ნუ რასაც დაავალებენ იმას გამოიტანს გადაწყვეტილებად. თითქოს მე აპოლიციელს მივაყენე სიტყვაში შევეწყო და დაუმორჩილო, რაც არც ფაქტები დასტურდება და არც არსებობს მსგავსი ფაქტი, იმიტომ რომ არანაირი წინააღმდეგობა პოლიციების მიერ განსაკუთრებით სიტყვაში შევეწყობა ჩემს მხრიდან არასდროს არ ხდება პოლიციების მიერ. მზად ვარ პატიმრობისთვის, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ოდესღაც რაღაც ნაპერწკალი გამოჩნდეს ბატონ მამუჩარის ასში და ალბათ თავისუფლება ან ჯარიმით გამომიშვა. მაგრამ არც იმას განვიხილავ, რომ პატიმრობას δεν მისაჯო და მამის სათქმელად მზად ვარ. რაც შეეხება მომდევნო სასამართლო პროცესებს, დღეს პრინციპში მთელი დღის განმავლობაში იქნება სავარაუდოდ სასამართლო პროცესები. 4-ის ნახევრისთვის ჩანიშნულია სამოქალაქო აქტივისტის ნუკრი კაკულიას სასამართლო პროცესი, ასევე ველით უკვე როდის ჩაინიშნება ნიკა კვიტატიანის სასამართლო პროცესიც.